წინა ვიდეოში გკითხეთ თუ როგორი ადამიანი იქნებოდა საქართველო. წავიკითხეთ თქვენი კომენტარები და თითქმის ყველა თქვენგანი აღწერდით იგივე ადამიანს სხვადასხვა სიტყვებით და თქვენი კომენტარების მიხედვით ეს ადამიანი ასე გამოიყურებოდა. კეთილი, რომელიც სტუმარს საკუთარ ლუკმას გაუყოფდა, რომელსაც უზარმაზარი გული აქვს, რომელსაც შეუძლია ყველაზე რთული პრობლემებიც კი გადაიტანოს, მაგრამ მეორე დღეს ისევ ღიმილით შეგეგებოს, მაგრამ ამავე დროს ეს ადამიანი არის ზარმაცი და საქმეზე მეტად აინტერესებს molხენა. თავის ოჯახში ბევრ პრობლემას ვერ აგვარებს და სხვისკენ იშვერს თითს. კეთილდღეობისთვისაც ყველაფერი აქვს, მაგრამ თავს ვერ აბავს, რომ რესურსები ბოლომდე გამოიყენოს. და კიდევ ერთი რამ. თითქმის არც ერთი თქვენგანი არ აღწერდით საქართველოს როგორც მდიდარს, ძლიერს და გავლენიანს. ყველა საუბრობდა მის ხასიათზე, სიკეთეზე, ცოტა გულუბრყვილობაზეც და ზოგადად ადამიანზე, რომელმაც იცის გართობაც, მეგობრობაც, მაგრამ საქმეში მოიგოჭლებს. და ალბათ ეს ბევრს ამბობს ჩვენზეც. და მაინც ერთი სიტყვით რომ შეგეძლოთ საქართველოს დახასიათება, რომელ სიტყვას აირჩევდით. გამიზიარეთ კომენტარებში. მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის და მეტი საინტერესო კონტენტისთვის გამოგვიწერეთ.